კი ბატონო, მართლა თითქოს ჩამოსასვლელი შემთხვევა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, რომ უფლებამოსილება, რწმუნებების უფლებამოსილება არცნეს. სამწუხაროდ ამ სიაში ჩაეწერა საქართველოც. ჩაეწერა იმიტომ, რომ ივანიშვილის დელეგატები, ვინც იყვნენ მივლენილი ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათ ლეგიტიმაცია თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დასკვნით არჩევნების იყო სათუო, ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დაყენებული ამ სადამკვირვებლო მისიას. ასევე მათ ჩაიდინეს უამრავი დარღვევა, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორც არის წამება, შეკრება მანიფესტაციის უფლების დარღვევა, არაადამიანური მომხრობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროსაბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მათი უფლებამოსილება პირობით ცნო 2 თვით. ანუ ასე ვთქვათ, ჩემ პოსტში ეს პირობითი არის ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი და იმისთვის, რათა ეს პირობითი მათ ასე ვთქვათ დაძლიონ, აუცილებელი არის მათ ჩაატარონ ახალი არჩევნები გამოაცხადონ 2 თვეში. ახალი საპარლამენტო როგორც დაუზუსტეს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთი ხრიკი იყო, უსუსური ხრიკი თითქოს. გაუშვან პოლიტიკური პატიმრები. პირველად ჩაიწერა ეს ტერმინი ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებით. შეწყვიტონ ადმინისტრაციული სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება მანიფესტანტების მიმართ და ძალადობის სხვა ღონისძიებები, ასევე შეასრულონ, ესე ვთქვათ, გაუქმონ გარკვეული დრაკონული კანონები, რომელიც მიიღეს როგორც ეხლა, ასევე მთელი წლის განმავლობაში წინა წელს და დაუბრუნდნენ ევროკავშირში და ევროკავშირში. თუ ასე არ მოხდება, მე შემდეგ რა ხდება? თუ ეს არ მოხდება, მოსკოვში ახლა არჩევანს ამის განსხვავება. გარდა ამისა, ერთსაც დავასუსტებ, მათ ამ პირობითის განმავლობაში არაფრის უფლება არ ექნებათ. აი მარტო შეიძლება დარბაზში შევიდნენ, გამოვიდნენ, ამის უფლება აქვთ. რეალურად ის ბოიკოტი, რომელიც თია წულუკიანმა გამოაცხადა, კომიტეტის ხდომებზეც ვერ შევა, შესულთაც ვერ შევა კომიტეტის ხდომებზე. აი დიდ დარბაზში შევლენ უბრალოდ შევლენ და გამოვლენ ხოლმე, მაგრამ რეალურად ის რაც მათ განაცხადეს, უფრო ფაქტის აღწერა, ვიდრე ის რომ მათი მხრიდან გამოხატული პოზიცია. შვებიან ამას ხო? კი, ტაქტიკა ესეთი აქვს ასე შემდეგ. ამიტომ როგორც ასეთი ასევე კობახიძის გამოხმაურების შინაარსიც იყო, რომ დაიწუნა ასე ვთქვათ ეს ორგანიზაცია თავის ფუნქციებით. ორი დღით ადრე რო გენახა თქვენ შაბათს ეს განცხადება მათ 4 შაბათს გააკეთეს, მაგრამ ნახეთ მით განცხადებები შაბათს, კვირას, 2 შაბათს, 3 შაბათს. სხვა მოლოდინი, ყველაფერი კარგად არის იქნებოდა ასე შემდეგ, მაგრამ როცა მიიღეს ეს პასუხი, მე უკვე თითქოს ესე ვთქვათ, როგორც მათ უყურებთ ღირსებით კრახი გააკეთეს. სუფთა კრახი. აი კრახში დაახლოებით 600 ადამიანისგან შედგება ეს ასამბლეა და გამოიცანით რამდენი ხმა მიიღეს? 13. აქედან 13-დან 4 იყო სერბეთი, 3 იყო სომხეთიდან, 2 უნგრეთიდან და რამდენიმე 1-10 ამ წუთას ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა რო ავიღოთ, მეზობლებს ესაუბრებიან მხოლოდ მეზობლებს. ბოლოს საკითხი თქვენი კითხვა რაც იყო, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი არ შეასრულებენ ამ ვალდებულებას? მათ ბოლომდე შეუწყდებათ უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და მათ რწმუნებებს არ ცნობენ. და ეს მოხდება 2 თვეში, როგორც ეს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა. ხო, მათ ანუ საქართველოს, ხო, იმიტომ რომ საქართველოს დე-ფაქტო საქართველოს ხელისუფლება